Georgia! ქართველებს გაუმა! The Fight Hop Podcast. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. Fight Hop მოიგი ეპიზოდით ბრუნდება YouTube-ზე. მე ვარ Spotify-ზე და Apple Podcast-ზე, არა მარტო YouTube-ზე, არ დაივიწყოთ ჩვენ ვართ პოდკასტი და არა YouTube არხი. კი ბატონო, ცოტა გადაღლილები და ასე სხვა რაღაცებით დატვირთულები, მაგრამ მაინც მოტივირებულები საკმარისად იმისათვის, რომ დღეს ოქტაგონის ქართულ ჩემპიონს ბენო ადამიანს გავესაუბროთ, რომელიც ცოტა ხანში შემოგვიერთება. ბენომ ერთი კვირის წინ მოიგო ზუსტად ოქტაგონის ქამარი. ამ გადაცემის ჩაწერამდე ერთი კვირით ადრე, გადაცემა ალბათ რამოდენიმე დღეში ან ალბათ ერთ კვირაში დაიდება. და სანამ დავიწყებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, შეგახსენებთ და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააჭიროთ მოწონების ღილაკს და გადააზიაროთ თუ შეძლებთ, უფასოა ეს და ძალიან გვეხმარება ჩვენს არხს გაზრდაში და ჩვენც ასევე ძალიან გვეხმარება უფრო და უფრო მეტი ლაიქები, გამოწერები, ნახვები და კომენტარები დადებითი, რა თქმა უნდა, ჩვენს мотивაციასაც ძალიან ზრდის. ასე რომ ძალიან გთხოვთ, აგვიდეკით მხარში. შეგახსენებთ, რომ დღეს არის 195 ეპიზოდი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Fight Hop-ი. მე ვარ ნოსტალ გიორგი სართანია და ეს არის ჩემი ჯიმა რომეო 50 ცენტერაძე და დღეს შემოგვიერთება კიდევ ერთხელ აი ბენო მომწერა რა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღეს შემოგვიერთება ბენო ადამია ჩემპიონი. ბიჭებს მე ტაშს გავმარჯოს. უკრავ ძმაო, მე ტაშს უკრავ და გილოცავ. შენ ჩვენ გენაცვალე. ბენო. Yes! როგორ ხარ გიორგი, როგორ? ჯიგარი ხარ ძმაო, მაგრამ გაგვახარე რა ბენო რა და ისე გამოვიდა რომ გაიხარ. საერთოდ დღეს მოგწერეთ ხომ გონი და მაინც რო გაიჩითე ძალიან მაგარი ხარ რა, ძალიან მართლა ძალიან დიდი მადლობა. გუში მომწერა რომ იმდა კი მე თქვენთან საუბარი და ესეთი ჩაწერები ძალიან მიხარია ხოლმე და ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და სულ ყოველთვის ძალიან ჯიგარი ხარ. ისე სხვათა შორის მე ვისთან გნახე, იცი შენ ბენო? სულ უყურებ ხოლმე რა, მე ხო იცი ჩვენ ყველაფერს უყურებ ხოლმე რა YouTube-ზე. იმასთან გნახე, მოიცა, ეხა ვეგეტყვი რა ქვია იმას, ჩემი, როგორ მავიწყდება ეხა. მაგარი კაცია რა, ძალიან დიდი ის აქვს, following-ი აქვს, ჟურნალისტია, YouTube ჩანალი. რა ქვია, ისა კერამასტი არის რა. ისა კანადელი. ხო. ხო. ლინჩი. ჩაწერა მქონდა ჭუბამდე. ლინჩი ქვია, ლინჩი, რაღაცა ლინჩი. ლინჩი. ეს ჭუბამდე მქონდა მასთან ინტერვიუ და ჩავწერეთ. საღო. აინტერესებდა თუ როგორ მოვიგებდი. ბენო, ისქენი რა, გთხოვ შემოატრიალე, რომ ეკრანი კარგად გაივსოს რა. შემოატრიალე. ხო. აი საღო ძმაო. ოკეი. კარგად გამოიყურება ახალი ნაჭუბარი კაცის პირობებზე. სხვათა შორის სახეზე არაფერი არ მჭირს, ისე ცოტა თვალი მქონდა ჩალურჯებული, ოდნავ ცხვირი, მაგრამ შეხორცდა ეგუცე. არაფერი არა კაცო. გილოცავ ძმაო, ძალიან გაგვახარე ძალიან პირველ რიგში. და აიხარ რომ აბა. მით უნდა დავიწყო უბრალოდ, რომ ეხა ვინც გვიყურებ და არ იცით ბენო ვინ არის, ესე იგი MMA-ს არ უყურებთ, უბრალოდ მარტო UFC-ს უყურებთ და ამისთვის ვარ ჩვენ აგრამას ქადაგებთ ამდენი ხანია რომ უყურებთ სპორტს და არა მარტო ერთ კომპანიის ჭუბებს და პრომოუშენს და იმედია გამოვასწორებთ ამას.
ბენუარი ოქტაგონის ჩემპიონი 57 კილოგრამში. ოქტაგონი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სოლიდური ორგანიზაცია, ძალიან დიდ არენებს ავსებენ და მაგარი შოუები აქვთ. და ბიჭო, აი შენ რა გზაც გაიარე ხო ბოლოს 3 წელი რა, რაც შენ იმუშავე და რაც გაიარე და ამოქაჩე რაღაცეები, ამას ვერც ერთი ქამარი და ვერ აღწერს რა. მართლა უზარმაზარი ბუმბერაზე სამუშაო არის გაწეული, რაც არ ჩანს, რა თქმა უნდა, რაც დარბაზში ხდება და ფარდის მიღმა და ასე შემდეგ და რატის კი მივწერე მე ამის შესახებ და ველაპარაკე ცოტა რა. ენო მაგარი როგორი სამუშაო. გზნობაა რა ძმობას გაფიცებ მოგგვითხარი რა როგორი გზნობაა რომ ესეთი შრომა მართლა ესეთი შრომა რომ იმ რო თქვა და აი ბოლოს ესე აი შენ თვითონ წაიღე დაიფასე თავი და აიღე ყველაფერი რაც გეკუთნო და მმ. კი, შესანიშნავი გრძნობაა და ამასთან ერთად იცი რა არის არ მაქვს აი გათავისუფლიო ვიტყვი რა რომ მივახციე იმას რაც მინდა რა ეს არ არის ის მე რაც მინდა და რაც მე მაკმაყოფილებს რაღაც ცოტა უფრო მეტი ვიცი რომ შემიძლია და აი მეტისკენ მივდივარ კი ჩემპიონი გავხდი ფლაივეითის ჩემპიონი ვარ ოქტაგონში მაგრამ ეს არ არის ის რაც მე მე მინდა უფრო მეტი. უფრო მეტი ეს იგულისხმება უფრო UFC-ში რო გადავიდე, აუცილებლად მოხდება ეს, ისე თავდაუზოგავი შრომით, როგორც მერაბი იყო და შრომა, შრომა და შრომა. აი ეგ რო ახსენე, იმიტომ რომ მაგაზე მე ლაივებს ვაკეთებ ფაითოპის ინსტაგრამზე რა და ხალხი შემოდის იქ ჩვენი მუდმივი მაყვა. არა, ბევრი ხალხი არ არის, მაგრამ ესეთი ხალხია, ვინც მუდმივად გვისმენს და სწავლობს რაღაცებს სპორტზე რა და მიჩემნია 10 კაცს დაველაპარაკო მცოდნეს ვიდრე 100 იდიოტს რა. და საუბრობთ ხოლმე და შენზე მკითხა ერთ-ერთმა ეხა ლაივში რომ თუ შენ ეზრი თუ არის ბენო მზად UFC-სთვისო რა. და მე დაუფიქრებლად გავეცი პასუხი რომ კითხო რა. ერთადერთი რაც შეიძლება პრობლემა იყოს თქო არის რომ აი მაინც უყურებენ რეკორდებს, გაიგე? ერთადერთი დიახ. მაგის გარდა შენ უეჭველი და ამაში უკვე ეჭვი არ მეპარება, აი ხანია რომ მზად ხარ შენ UFC-სთვის და დიდი შოუ უფრო უდიდესი შოუსთვის რა. ის რეკორდი აი ნეგატიური უცებ მოვიშოროთ და მე გადავიდეთ პოზიტიურებზე. ის რეკორდი რაც რამდენიმე მომენტია რეკორდი რატომ მოხდა ისე როგორც მოხდა ალბათ მაგას თავისი მიზეზი აქვს ხო არ ვიცი შენ გინდა თუ არა მაგაზე ლაპარაკი რატომ კი, მოხდა ვისაუბროთ, რატომაც არა. კი. იმიტომ რომ და თუ გახსოვს ალბათ შენ მაშინ ძალიან მაშინ აი ჩვენი რეკორდი აკაკრას ისეთ პერიოდში იყო რომ აი მაიმ გარდატეხის პერიოდში იყო და ზუსტად მაშინ დავიწყეთ შენთან ჩვენ ურთიერთობა გვჯეროდა მაგრა შენი და დაიწყე. ვაქცევდით ჩვენ მაგას არ ვაქცევთ ჩვენ ეგეთ რაღაცებს ყურადღებას ჩვენ ადამიანი იცი შენ ეგ ადამიანს როცა გჯერა რეკორდი თუ წამგებიანი რეკორდი რო ქონდეს თუ წამს გჯერა და გვიყვარს ვიწყებთ ამაზე ლაპარაკს და ესე შემდეგ ანუ მე ამის იმას ვამბობ რომ ჩვენ ჯეროდა და აი ამ ამბის რაც მოხდა ერთი კვირის წინ გჯეროდა მაშინ როცა შენ 4-5 მოგების წინ რა შენი ხო და მაგრამ ხო აი ეგეთი პასუხი გავეცი მე რომ მეთქი კი მზადაა მაგრამ დღესდღეობით ალბათ გჭირდება ძალიან ძლიერი მენეჯერი იმის გამო რომ აი რეკორდი რაც გაქვს შელახული ხა მაგაზე რომ დაახუჭინოს თვალი თქვა UFC-ს ან კიდე რამოდენიმე მოგება უნდა მიაყარო რაც ახლა ნუ კლენობაში არა იოლი რა ახლა მეში მოგება არ არის იოლი რა და თუ ვინმე მოკლედ ამაზე გავისაუბროთ უცებ აი ამ მომენტზე UFC-ს ვისაუბროთ, კი, კი, რატომაც არა, ვისაუბროთ. შანსებზე რამ შეგვიძლია შეგვიშალოს ხელი და რატო არის ეგრე და ესე შემდეგ რა. ну აი თავიდან რომ მოვყვეთ ახლა ზოგადად ჩემი პრო MMA-ის კარიერა დაიწყო აი 18 წლის გავხდი უფრო სწორად არ ვიყავი 18 წლის მაშინ 17 წლის ვიყავი მაგრამ სადღაც მე როგორც მახსოვს 4-5 დღეში მქონდა დაბადების დღე ივნისში მოხდა ივნისში იყო ეს იყო პირველი ჩემი ბრძოლა ჩატარდა სასომხეთში სომეხ სპორტსმენს ვერ ბრძოლე
მაშინ ვიყავი დებიუტანტი, გამოცდილება მქონდა რა ხრიდულ ჩხუბობდი აქ საქართველოში და კიდე ნუ რაღაცებს სამოყვარულო დონეზე ჩხუბობდი ხოლმე რა და ეხლა სომეხ სპორტსმენს რო შევხვდი, მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევი, არც ვიცოდი. სიმართლე გითხრა, ისე გავედი, ისე ვებრძოლე იმას. სომეხ სპორტსმენს, რომელსაც რეკორდი აქვს 7-0-ზე, მე დებიუტანტი, 17 წლის დებიუტანტი, ავდექი და ვეჩხუბე. კი, უფლისწყალობით მოვიგე, ყველაფერი კარგად დაასრულა, მაგრამ აი ხა პროფესიონალურ კარიერას თუ მინდა რომ მივყვე, არ უნდა ვეჩხუბო მე დებიუტანტი მებრძოლი 7-0-იან სპორტსმენს. ნუ იმას უფრო მეტი გამოცდილება აქვს და ზუსტად ამას ვამბობ აქ მე ხშირად. და არ მისმენს სამწუხაროდ ბევრი და მეკამათებიან და ნუ რა მნიშვნელობა ახლა. აა ძალიან ხშირად მებრძოლი ძალიან ხშირად, უფრო ხშირად ვიდრე არა, უნდა დაიცვა საკუთარი თავისგან. ძალიან ხშირად. სწორი ხარ. კი. გააგრძელებ იმიტომ ზოგადად. რომ მებრძოლი ისეთია რომ უარს ვერ იტყვი ჩხუბზე. აი ხა ნებისმიერ ადრე ესე ვიყავი. ნუ ეხლაც დიდად განსხვავდებიო იმაზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს მე პირადად. ადრე ესე ვიყავი რომ ნებისმიერი შემოეთავაზებინა ნებისმიერთან ბრძოლობდი. კი, მებრძოლები ვართ ჩვენ კაცები ვართ, ასე თუ ისე უკან დახევა არ გვიყვარს და გვინდა ვიყოთ დომინანტები და გვინდა ვიყოთ აი პირველები რა და ნებისმიერს ვებრძოლებით. კი, გასაგებია, მაგრამ თუ გვინდა რომ მივყვეთ კარიერას და ვიყოთ უძლიერესები, უნდა მივყვეთ იმ ხაბიბის გზა უნდა გავიაროთ. აი სუსტებიდან უნდა ავიდეთ და შემდეგ უკვე ძლიერებსაც ვებრძოლებით. არ არის, აი ეს არ არის დასაძრახი. ჩემი მეორე ბრძოლა იყო, ჩემ მოწინააღმდეგეს ჰქონდა 9 თუ 10 მოგება, 4 წაგება ქონდა მეორე მოწინააღმდეგე, რომელსთანაც ფრე დავასრულე მასთან რა. ანუ პირველი მოვიგე, მეორე ფრე, ანუ ისიც ჩათვალე 1-0-ზე მქონდა და ეხლა 10 14 ჭუბი რო აქვს ჩატარებული მებრძოლს, ისეთ მებრძოლს არ უნდა ვებრძოლო. ну, მოკლედ, ესეთი ისტორიები ძალიან ბევრი მაქვს, ესე აი მე ვიტყვი რომ აი ფრე რო ვიბრძოლე, ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად აი ხელი შემიშალა რა, მე არ მეგონა რომ ჩემზე უძლიერესი ვინმე შეიძლება ყოფილიყო და აი პირველი დაღლა რასაც შეიძლება რომ რინგზე მეგრძნო, ვიგრძენი მანდ. ხო. ჩემი პროფესიონალური ბრძოლის მეორე ბრძოლაზე და ამით ცოტა ფსიქოლოგიურად დავშინდი რაღაცის ვერ იყო ისე ვერ წავიდა რა. აა მე რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი და რატო ჩამოვაგდე ეს თემა, იცი? დიახ. ითის გაშვერას არ გთხოვდა. უბრალოდ ესეთი პონტია, ესეთი პონტი. ისეთი სიტუაციაა, რომ შენ დღეს ძალიან ძლიერ ორგანიზაციაში გაქვს კამარი, ბევრი ჩხუბები გაქვს უკვე ჩატარებული, გამოცდილებას გაქვს, ასაკში ისეთი ხარ მომწიფებული ხარ უკვე UFC-თვის და სიტუაცია რომ არა ეს წაგებები დასაწყისში უკვე მე ესეთი ვერ ვიქნებოდი როგორიც ვარ ეხლა. მე ბაზარი ბაზარი არა, არა. მე მადლობელი ვარ იმ გავლილი გზის. მაგრამ ანუ თვლი თუ არა რომ უფრო შენი ბრალია ეს ესენი ანუ ხო არის აი ესეთი მომენტი რომ აი ზოგჯერ მენეჯმენტმა უნდა ისაქნას ზოგჯერ ტრენერმა ზოგჯერ თვითონ მებრძოლმა უნდა რაღაცნაირად ქნას ისე რომ აი ეს ანუ კი ჩამოგაყალიბა წაგებებმა იმ სპორტსმენად და კაცად პიროვნებად რაც ხარ მაგრამ რაღაც პონჩი თქვათ ღმერთთან უქნას და ხა ხელი რო შეგიშალოს თქვათ UFC-ში გადასვლაში ხო უფრო რისი და ვისი ბრალი იქნება უფრო ალბათ მაინც შენს თავს აბრალებ ხო უარცდები ბენო თავიდან რომ დაიწყენ მგონი მენეჯმენტი საერთოდ არ ყავდა ხო ანუ არა, საერთოდ არ მყავდა მენეჯმენტი ბოდიში. ხო და აბა როგორ გინდა რომ ეხა მენეჯმენტს დააბრალო როცა მენეჯმენტი არ ყავდა რა აიცით რა არა არის, აი უბრალოდ თავიდან მე ვკითხულობ მე კითხავს ვამ უბრალოდ თავიდან ჩემი ბრალიც იყო, უფრო უცოდინრობის ბრალი იყო, არ ვიცოდით რომ როგორ შეიძლება რომ აი სწორი კარიერა აგვეწყო. მესმის აა რა თქმა უნდა, მე ვერავის ვერ დავაბრალებ, ეს იყო მხოლოდ ჩემი ბრალი, მე შემეძლო რაღაცეები სხვანაირად წამეყვანა, მაგრამ მე მადლობელი ვარ უფლის ყველაფრის, რომ აი გზა გამომატარა, არ დავნებდი, ისე წამოვდექი ფეხზე, ისე ნეგატიური რეკორდიდან წავედი ისე პოზიტიურ რეკორდში და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ და ვარის ვინც ვარ. მე იმედი მაქვს ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ განსაკუთრებით ბოლო ორი ბრძოლა ამის წინა ბრძოლა ვაფშე მაგარი ჩეხაობა იყო მახსოვს და იმედია აი ამ ყველაფერზე დაყრდნობით და გათვალისწინებით ამ ყველაფრის ძალიან მინდა რომ ჩამოხვიდე მოკლედ აქ ძალიან მინდა რომ UFC-ის კონტრაქტისთვის გაიწიო ეს უკვე ჩაოლებრივი ამბავია რეალურია და შენ უკვე იმ ბიჭების სიას იმ მოკლე სიას შეუერთდი რომლებსაც
უნდა გქონდეს ამაზე პრეტენზია და იმედია ღმერთიც მალე იქნება ძმაო. მოდი ახლა გადავიდეთ პოზიტივზე, ეს მინდოდა რა ამაზე მოკლედ გვესაუბრა რა. მოდი ის ვახსენოთ, რომ MMA-ში მარცხი შენ არა გაქვს უკვე რამდენი წელია მგონი, ხო? ბენო, ანუ 5-6 წელი? 2019-ის შემდეგ. 6 წელი, ხო? ანუ 2019 წლის. 5-6 წელი, ეგეც ვახსენოთ რა. აი, ძმაო, რეკორდია, მაგრამ სტრიკი რა. სტრიკი სერია ძალიან სერიოზული არის რა. ისეთი ორგანიზაცია არის ოქტაგონი, რომ დღეს ნამდვილად იმსახურებს შენ ყველა იმ თვალს რა. ისეთი ორგანიზაცია არის, რომ ყველამ კარგად იცის ვინ ხარ, იმიტომ რომ დღეს ხარ ოქტაგონის ჩემპიონი და მაგარი ბრძოლა იყო და მინდა გითხრა რა, რომ სამწუხაროდ ვერ უყურებ ბრძოლას. იმიტომ რომ ჩინეთში არც ის აპი აქვთ, აპი ჩავქაჩე ოქტაგონის არ იმუშავა, ოქტაგონ TV-ზე შევედი, ადრეც ვარ ყოფილი რა და აქედან ვერც ვიხდი ფულს რო უყურო, თორე აი ბაზარი არ არის რა. და პრემიებია YouTube-ზე რა, მაგრამ მაგარს გეტყვი რა, მაინც უყურე შემძოლას როგორ იცი? აი ძველ დროს რადიოს რო თავენ ხოლმე რა და რადიო რო იყო და რო უსმენდნენ რა, კაროჩი შევედი YouTube-ზე. ბოლოს რო ყველაფერი ვცადე რა, ძალიან გვიან იყო ავდექი. მე რომის ეგრევე გაუგზავნე results და რაღაც რა, გრუპში ჩავწერე რომ ბენო მოიგო და რავე და კაროჩი შევედი YouTube-ში და ერთი მასტი იყო live stream-ი ქონდა უყურებდა ოქტაგონს რა. უყურებდა, ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაჩვენებდნენ ეხლა რა, რო უყურებენ ხოლმე და მარტო რო ისა live-ი რო ლაპარაკი. აი ეგრე ძმაო უყურე შენ ბრძოლას რა. და სულ რო იძახა, "Oh, nice shot from Beno" და "nice hit from Beno" და მეთქი ხო რა ბოლოს მორჩი რო ბოლოს ვიცოდე რომ მოიგე რა, ეგ მინდოდა და მეტი არაფერი ძმაო გილოცა. გაიხარე. არა, ბიჭო, რა არის, რა მომენტია იცი ქართულ მაშინ მედიაში მე როგორც ვატყობ ახლა ესეთი ტენდენცია ყალიბდება, ანუ ვაქებთ ჩვენიანებს ისე რომ თითქოს წყალზე სირბილით შეუძლიათ, ან თუ გასალანძღად გავიმეტეთ და გასაკრიტიკებლად გავიმეტეთ, ან რთულ თემებზე, უარყოფით თემებზე ლაპარაკი დავიწყეთ, მე ბოლომდე ვასწორებთ მიწაზე, გაიგე და ესე შუალედის დაჭერა ცოტა გვიჭირს, როგორც ყველაფერში აქაც რა. და უბრალოდ და მაგიტომაც სხვა თუ არაფერი, მაგიტომაც მინდოდა რომ შევეხებოდი ამ საკითხს, იმიტომ რომ გზნობ შენ ჩემო ძმაო და იცი რომ თუ როგორ გვიყვარხარ ჩვენ, როგორ კი, ძმაო, კი, შემოგევლეთ, გაიხარეთ, მადლობა. ამიტომ მე რა ვიცი, აბა რა შენ დღეს შეიძლება ისეთ რაღაცა თქვა, ხო, მომენტ. რაც ვიღაცა პატარა ბიჭ 15-16 წლის ბიჭ, რომელიც ეხა იწყებს ჯგუფს, მაგრა გამოადგეს შეიძლება. და სხვა თუ არაფერი. და გუშინ UFC-ში main event-ი იყო, ხოთაშორის შენ წონები და აი უყურებდი და ვფიქრობდი, როდის ახლა მე და მალე ბენოს და ბიძინას ნეტა. იმიტომ რომ უკეთესი სრულს ტოვებდა გუშინდელი ბრძოლა რა, როდესაც უყურე რა და ჩემი აზრით ძალიან დიდი შანსები გვაქვს ქართველებს რომ იქ მოხვდეთ და რაღაცები დაუძრათ და ნახოთ მისმაქნას. მე და ბიძინა ძალიან დიდი შანსები გვაქვს რომ მოვხდეთ UFC-ში. კი. ძალიან დიდი. შრომა გჭირდება და ეგ არის. შანსები კი არა, შანსებს თავი დაანებე, კამარის მოგების ძალიან დიდი შანსები გაქვს მე ორივეს რა, იმიტომ რომ მარტო ფიზიკურობით რო დავიწყოთ, ხო? აი მოკაევი შევიდა და ფიზიკურად ჯაბრინდა ყველას. და ეგ ხვდები ახლა აღარ ვიტყვი დანარჩენს ხვდები რასაც ნიშნავს ეგ რა. ჩემი აზრით თქვენ უფრო უკეთესი ფიზიკა გაქვთ. მოკაევს პოზიციური ბრძოლები ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ეგ დროის და განათლების ამბავია, შეიძლება მაგამდე ესწრო, მაგრამ იმ ფიზიკას რაც თქვენ გაქვთ, ვერ შეიძინეს ადვილად რა. კი, ისტორია მართალია. ეხლა ძალიან ბოლო ბრძოლის დროს სემს რო ვეჩხუბებოდი მის ბრძოლის რო გადავხედე, სუ ფიზიკი ჯობნი და ხალხს რა, ანუ გრეისების შავი ქამარია. კი, გადაყვანა იმდენად კარგი ვერ აქვს, ანუ ფეხში არ შედის, უფრო წელიდან გადახყავს ხოლმე ხალხი, მაგრამ ისიც ფიზიკის ხარჯზე გადახყავს. ეხლა შევეკარით კლინჩში შევედი და საერთოდ მე მაგალითად მისი ფიზიკა საერთოდ ვერ ვიგზენი რა. აქ საქართველოში ხა რო სპარინგობთ ვარჯიშობ, ჩემი სპარინგ პარტნიორები არიან მათე სანიკიზე ხა
featherweight-ში ჩხუბობს, bantamweight featherweight-ში ჩხუბობს და არის ხოლმე 74-15 კილოგრამი. კიდე ბიჭები არიან, ნუ 70 კილოზე დაბლა, მე არ ვესპარინგები ხოლმე არავის, ანუ არც არიან ფიზიკურად რა. ერთხელ ვიყავი ლეგიონი არის ესეთი დარბაზი, ჯიu-ჯიტსუს დარბაზია და მანდ ვიყავი და ერთხელ ბიძინას ვეჭიდავე და მორჩა. ეგ იყო ჩემი ყველაზე დაბალ წონასთან ჭიდაობა, თორემ სუდიდებთ ამის მიწევს ხოლმე. მენო და რა როგორი რეაქცია იყო ძირითადად ხალხისგან, ანუ გადაწყვეტილებაზე რა? ძირითადად დაეთანხმნა, ანუ split decision იყო, ხო, ხო? კი, split decision-ი იყო. და ძირითადად დაეთანხმნენ, მაგრამ შემდეგ ჩემი მოწინააღმდეგე მაინც არ ეთანხმება split decisions. თulis რომ მან უფრო მეტი გააკეთა ბრძოლის აჰა, ოკეი, მოგებისთვის და ნუ რა თქმა უნდა ეთანხმება შემდეგ. ნორმალურია. split ნუ decision-ზე მაგისი ყოველთვის ფანები ეთანხმებიან? ნუ მისი ფანები კი ეთანხმებიან. და დედა მამ რიმაჩს იწოვენ და რიმაჩზე პრობლემა არ მაქვს. Whatever. და ხო არიცი რა გეგმები აქვს ოქტაგონს შენთვის? კი, სავარაუდოდ ეგ პრესკონფერენციაზეც ითქვა, იქ პრეზიდენტ ოქტაგონის პრეზიდენტმა თქვა, რომ შემდეგი სავარაუდოდ არის ჟალგა ჟუმაგულოვი, ის ყოფილი UFC-ის მოჭუბარია. სიმართლე გითხრა, არ გაუმართლა UFC-ში და ბევრი ბრძოლაც წააგდოს, მინიმუმ 2 ბრძოლა მაინც წაართვეს. ნუ ძალიან კარგი სპორტსმენია, როგორც სპორტსმენი. ნუ ფიქრობ რთული ბრძოლა მექნება, მაგრამ ბიჭო, ეს ის ხო არ არის, ის ქართული თმები რო ჯარისკაცი ქონდა დაუჯავდა. პრიჩოსკების არის იცი გეგმები. კი, ეგა. კიდევ ერთი მომენტი რა არის იცი უყურე ეხლა ნახე უყურე რა ხდება ბენო სასტრაფოდ რატომ უნდა გადავიდეს იცი UFC-ში კაპახოდო უყურე მარტო იმაზე კი არა რომ კი ყველას UFC-ში უნდა რა თქმა უნდა ყველას უნდა და იქ არის ელიტა და ესე შემდეგ და ესე შემდეგ მაგრამ ეხლა ეს ბიჭი უკვე ჩემპიონია ოქტაგონში რაც იმას ნიშნავს რომ ყველა ბრძოლა აწი ექნება 5 რაუნდიანი ეს იმას ნიშნავს რომ მომზადებაც 5 რაუნდიანი ბრძოლისთვისაა საჭირო და ეს მომზადება იმდენად მძიმეა ორგანიზმისთვის, ხო? სანამ დაიცრიცება და დაიფრითება ორგანიზმი ბოლომდე, მანამდე გინდა რომ შენი პრაიმი გამოიყენო ყველაზე დიდი სცენისთვის, გაიგე? და ამიტომაც არ არის ახლა კარგი 4 და 5 და 6 5 რაუნდიანი ჩხუბის ჩატარება და მაგის მზადების გავლა ოქტაგონში UFC-მდე რა. იმიტომ რომ რთულია ძალიან. ჯობია რომ ეს წლები და ეს მომზადებები და ეს ყველაფერი უკვე UFC-ისთვის იქნეს გამოყენებული რა. სრულიად გეთახმები რომას, სრულიად მართალი ხარ, კი, სწორია. სწორია, მე იცვითები ამდენი სპარინგისგან, ამდენი იმისგან, ჯობია რომ ისე UFC-ს გაიცვითო ვიდრე ხა კამის დაცვისთვის თან ჯაგაჟომაგულოვი ისეთი ბიჭია რომ უეჭველ ჩეხაობა მომიწევს მასთან და ნუ რაღაცას დავიზიანებ, რაღაც ტრავმებიც იქნება ასე ისე და კი, მართალი ხარ. ხუბს კიდე ვინჩივის ბიჭო, მომზადებაა ყველაზე რთული. მომზადება. კი. ვინც MMA-ში ფეხბურთიდან გადმოვიდა და ისა რა ქვია, ის უნახავს რა ქვია იმას ერთი რო იგებს სოფლიო ჩემპიონატს და მეორეს რო ხელს ართმევენ და კამფეტები რო იყრება და we are the champions რო ირთვება, ეგრე არ არის აქ. აქ ერთი იგებს კამარს და მეორე წევს უგონოდ მიწაზე რა. აქ არ არის ტაშპანდურა და აქ არ არის. აქ რამდენადაც გიხარია ერთი კაცის მოგება, უნდა შეგჩეს მაინც და დაიტოვო ღირსება და ადამიანობა გულში, რომ მეორესთვის სიგრძნო სევდა რა, ზოგჯერ ისე მთავრდება ჩხუბი რა. რაც არ უნდა გამიხარდეს მე ხა თოფურია რომ მე აორიაში მოყოლებით დააგდო მაქს ჰოლოვეი, ხო? იმდენად მაინც სადღაც ჩემ კუნჭულში ტყიოდა მაქს რო უყურებდი ეგეთ მდგომარეობაში რა. იმიტომ რომ ესეთი სპორტია, რაც არ უნდა დიდი ჩემპიონი იყო, ბოლოს ესე ხდება რა, არავინ არ არის ამისგან დაზღვეული. და ეს შენ კარგად გესმის რომა, იმიტომ რომ გამოცდილი გააქვს ბრძოლა და მომზადების პერიოდი. აგიტო გესმის კარგად. ნუ ეხა იცი, აი გულშემატკივარს იმდენად არ ესმის, იმიტომ რომ ნუ არ გაუულია ის მომზადების პერიოდი და ის სპარინგები და ის ყოველდღიური სპარინგები რო უცურკო ყელშია და აღარ გინდა. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartuerians. ხო, რა უნდა ვიცით რა? რა იყო გეგმა? გეიმპლანი რა იყო ბრძოლისთვის? და იყო თუ არა გეგმა B და ეგ რა იყო, მაინტერესებს რა. თუ იყო გეგმა B.
კი, იყო, გეგმა იყო, რომ სულ უნდა შეგვეტია, სუპერ ნომერი უნდა ყოფილიყავით, არ უნდა დაგვეთმოთ ცენტრი, უნდა გვემუშავა ტანზე, ტანზე მუშაობით, ანუ პერეირასავით დგომი ქონდა, სულ აი ესე მუშაობს, არ ქონდა ხელები აწეული. ტანზე რომ მუშაობთ, დაუზიანებდით ტანს, ან რეფლექსები უკვე ისეთია, რომ მეორე მესამე რაუნდში ხელს ჩამოწევდა და შემდეგ უკვე overhand-ებით უნდა გვემუშავა, ანუ ტანი თავი, ტანი თავი. უნდა შეგვეტია ისევ მარცხნიდან, მარჯვნიდან უფრო ჰუკებს იქნევდა და ამიტომ უფრო მარცხენა გადახრებზე ვიყავით ორიენტირებული და корпуსში მუშაობაზე. გეგმა B იყო, რომ თუ ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა, თუ მაინც აგრესიულად წამოვიდოდა წინ, მაშინ უკვე ჭიდაობის უნდა მიგვემართა. ასე თუ ისე, უფრო მერაბის სტილის ჭიდაობა, თორე რამე გადაგვეყვანა და იქ გვეკონტროლებინა არა. გადაყვანა დგომი, გადაყვანა დგომი, გადაყვანა დგომი. სულ ესე რომ ქულები დაგვეგროვებინა და მოწინააღმდეგის კარდიო დაგვეგდო. ფეხით მიდიოდი და ტანში? არა, ხელებით უფრო. ფეხებს უფრო იჭერს ხოლმე და იმის რისკი იყო, რომ წავექციე, მაგრამ ასე თუ ისე მაინც გავიქნია რამოდენიმეჯერ ფეხი. თვად ისე რომ არ გონებოდა, რომ არ იმას მექნია რა, ფეხებს საერთოდ არ ვიხმარდი. მაგრამ უფრო მეტად ტანი თავი, ეს იყო გეგმა. ფირის ფირის ყურება თუ ქონდა ადგილი და შესწავლას თუ კი. ქონდათ მაგის ის თან კი, კაი. აქამდეც იყო, ნუ მომზადების პერიოდშიც ჰქონდა და ყოველთვის მაინც გამეორებისთვის საწონოების შემდეგ საღამოს ეს ყველანი დავჯექით, ჩემი კუთხე მე დავჯექით და ისე უყურებდით, განვიხილეთ მისი ჩხუბი და გავიხილეთ თუ რა იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი ჩვენთვის და რა იქნებოდა ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენთვის და ესე, ნუ მიდის ხოლმე განხილვა, კი, ვისწავლეთ ეს, რომ უნდა შევისწავლოთ აუცილებლად მოწინააღმდეგე. ძალიან მაგარია, კაია ძალიან. იმიტომ რომ მე იგეთი, აი თქვა დუდისთან რო ჩაწერეთ ხო ინტერვიუ, ისეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ რაღაცნაირ ფოკუსი ვიგზენი რა, შენგან და რატისგან, რაღაც ისე იყავის, კონცენტრირებული აი კამანდასავით იყავით რა, და მომეწონა ძალიან რა, აი გამოხედვა მომეწონა, ხმის ტონი თავდაჯერებულობა და იქ პაუზები მომეწონა ძალიან და სიჩუმე რაღაცას რო შეგეკითხებოდა მნიშვნელოვანს ის პაუზა რა, ანუ მომეწონა ყველაფერი რა, შენთან დაკავშირებით და რაც იყო მაგ იმაში ინტერვიუში და რაღაცნაირად მეც თავდაჯერებულობის ის გამიჩნდა გრძნობა რა და ძალიან კაია რა. შეგახსენებთ რომ ჩვენთან არის თუმრად ბენო ადამია, ქართველი ჩემპიონი ოქტაგონ MMA-ის 57 კილოგრამში. ჩვენი ხვალინდელი დღეა ეს კაცი, დღევანდელი დღე უკვე. ვაგზელებთ ჩვენს საუბარს, იგი ბენოსთან ჩვენ ამაებს ინტერვიუებს არ ვეძახით, ჩვენ ესე საუბარს ვეძახით MMA საუბარს. უბრალოდ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააჭიროთ ლაიქის ღილაკს და დაგვეხმაროთ ზრდაში. მე ვარ რომეო ცენტერაძე, ეს არის გიორგი სართანია და ეს არის პროფესიონალი მებრძოლი ოქტაგონ MMA-ის ჩემპიონი ბენო ადამია. გიო, მე ვარ James Lynch on sports in Canada. ვიპოვე ხო James Lynch-ი არის რა. James Lynch-ია და მაგრა გამისწორდა რა, რომ შენ ყავდი რა. ბენო, გითხარი აბა კიდე ყველაზე ძალიან ანუ ვიცი რა თქმა უნდა გუნდი ხო? გუნდი კოუჩინგი, სპარინგ პარტნიორები და ოჯახი, მაგრამ ყველაზე ძალიან რამ დაგეხმარა ამ ბრძოლაში რა. ანამე აი ბილდაპში თვითონ ამ იმ კვირაში fight week-ში თუ შეგიძლია მოგვიყვე რამე თუ იყო ისეთი მომენტი შენში რომ რაღაც მოეცა შენთვის დიდი ინსპირაცია რა. ესე იცით, ძალიან გამორჩეულად არ უყურებდი მე ამ ბრძოლას უყურებდი ისევ ერთ დაბრკოლებად, რომელიც უნდა გადამელახა იმ მიზნისკენ, რა მიზნისკენაც მივდივარ. ხანდახან მავიწყდებოდა კიდევაც, რომ 5 რაუნდიანი ბრძოლა მექნებოდა და არა 3, აი ესე ვიყავი, რომ არ ქონდა მნიშვნელობა რაუნდებსაც, არაფერს, მივდიოდი უბრალოდ მოგებისკენ, ანუ კვდებოდი მე რინგზე, კეიჯში, ან ვიმარჯვებდი. აი ესეთი მენტალობით შევდივარ ხოლმე, ეხა ბოლო 6 ბრძოლაა. ანუ just another day in the office რა. Yeah, კი. ყველათა შორის მახსოვს Justin Gage-ი თქვა ერთხელ ეგეთ რაღაც და დედას სწორი როანტილმა გამია. აი გამახსენდა ზუსტად ეხა მე ჯაგეი ხმლით თუ არა.
ბრძოლის მერე რას გავაკეთებო, მაგას არ გეგმაო, იმიტომ რომ სულ ფიქრობ რომ ცოცხალი არ გამოვალო იქიდან რა და ბიჭებს არ არის სასაცილო, მაგრამ იმდენად როანტელი მივლის მაგას რო უსმენ მაგ ტიპს, მაგას რო ამბობს და რატომ მივლის ის როანტელი ესე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ეს რო შედის მართლა ესე ჭუბობს, გაიგე? და ნაღდია ისი რა, მართლა გულისხმობს რასაც ამბობს და აი თან ხო ანუ თან გზნობ რა ნაწილობრივ თან აფასებ თან გეცინება ირონიულად და აი ხაც ეს დაჟე ჯოინტელი მული ტიპი როგორი მენტალიტეტით გადის, გაიგე? დაჟე რომ მოიგოს იმისეც მეშინია მე ისეთ სალტოს აკეთებს ხოლმე იქიდან ოქტაგონის ზემოდან და ო, ბენო შენ როგორ აღნიშნე ვიცი რომ ეხა როგორც თქვი რომ just another day in office მაგრამ რა ვიცი რა ჩემთვის ეს ძალიან დიდი მიღწევა მართლა რა და მართლა ვაფასებ და ამ, როგორ აა აღნიშნე როგორ თუ აღნიშნე საერთოდ აჰა, ესე იგი ბრძოლის შემდეგ ჩემი დაიყო ჩამოსული იქ თვითონ ბრძოლაზე, ჩემი ნაცსავები, მეგობრები იყვნენ ჩამოსულები. დავჯექით, ვილაპარაკეთ, ისე ქართულები ესე შევიკრიბებით, ვილაპარაკეთ ალკოჰოლის გარეშე ძალიან უცნაურია. ნუ თითო ბაკალი ეხა ლუდი, მაგრამ მასაც მე ნაკლებად ვეტანები ხოლმე ალკოჰოლს დიდად არ ვსვამ ხოლმე რა. მეორე დღეს ვარჯიში მქონდა. ანუ უნდა მერბინა იდეაში, მაგრამ ესეთი ქაფიქებში ისე მირტყა, რომ უბრალოდ ვერ წამოვდექი რა ფეხზე და ამიტომ აუზზე ჩავედი და აუზზე ვიცურავე ცოტა. ერთი ეგ გავაკეთე ვარჯიშის მაგივრად, სირბილის მაგივრად. ნუ ეგეც ვარჯიშია, ერთგვარი კარდიო ვარჯიშია, მაგრამ დღე არ ჩამიგდია, ყოველ დღე მაინც ვარჯიშობ რა. უკვე დაწყებული მაქვს ვარჯიში. ანუ იცით რა არის? There is no day off, you know. ანუ შაბათი კვირა ჩემთვის არ არსებობს. ეხა დღესაც დარბაზი დამოვდივარ, ვაფშე და ვივარჯიშე. მოვედი ახლა აქ ჩავწერ. მისიაზე ხარ ხო, ძმაო მაგრამ მისიაზე ხარ ერთი დღე ხო გჭირდება ხა მაინც რეკავერისთვის რა. ნუ იცი რა არის recovery შეიძლება გააკეთო easy date მაგალითად ცოტა პატარა მაგალითად წაიძუნძულო აი ძუნძულის ვარჯიშია ერთგვარი აი ხა ძუნძულე მაგალითად 6 pace-ით იძუნძულე 1-4-5 კილომეტრი ხო. ეგეც recovery ეგეც კარგია ბუნებაში გადი წაიძუნძულე ეგეც გეხმარება ანუ ის რომ ადგე უბრალოდ დაწვე და არაფერი არ აკეთო ეგ recovery არა იმიტომ რომ სისხლი აღარ მოძრაობს იმდენად რამდენადაც შეიძლება პატარა სირბილის დროს უფრო იმოძრაოს და უფრო დაგეხმაროს ეგ recovery-ში გიოს რეკავერი იცი რა არის? არა. გიო თქვი შენ მე არ ვთქვი. ვერ ვიტყვი ბიჭო ბავშვები უყურებენ ამას ბენო შენა ყინულებში წვები თუ არა ყინულიან წყალში რა არა, არ მინდა. არ წევი. ესე ვიცი გამიგია რაღაც ინფორმაცია მოვიძიე, წავიკითხე. ნუ თან იმასაც უყურე რაღაც ჩელენჯებსაც რო აკეთებენ იმ ყინულიან წყალში ჩაწოლის და ნუ ბიოლოგიურად რაღაც თემაში კაი არის, მაგრამ ეხა არ მგონია ძალიან ისეთ დიდ განსხვავებას იძლეოდეს. ნუ იცი რა, ფსიქოლოგიურად უფრო არის მგონია, რომ ის თემა რო აი კომფორტის ზონიდან გამოდიხარ, როცა ყინულიან და წყალში წვევ. ხო. სუნთქვაზე არის კიდე ძალიან კონტროლი მგონი და იმაზე heart rate-ზე ხო ეგ არ ვიცი, ეგრე დაწვრილებით არ ვიცი, მაგრამ უფრო მგონია რომ მენტალური თემაა, რომ კომფორტის ზონიდან გამოდიან, რომ ყივიან წყალში წვევიან. და ეს ეხმარებათ. ხო ისე საქართველოში მაშინ რა სოფელში რო წახვიდე ამ თაში და სადაც არ არის ეხა რა ის აბაზანა და რაღაც ყოველთვის უნდა გახვიდე და იმაზე იბანაო რა იმაზე წყაროს წყალზე და რაღაც რა კი, ეგეც ისეთი ჩვენი არის ცივია ძმაო ყინულ რავი რა ყინულია იგივე კი, ხო ეგრეა. და მე მაგალითად საუნა მიყვარს რა. მე აროს არ ჩავწვარ ცივწყალში. ზაი ხა მინახავს ბიჭები საუნაში, მაგრამ ვერ ჩერდებიან 5 წუთზე მეტი. მე შემიძლია მთელი დღე გავჩერდე ციცხეში რა საუნაში. მაგრამ ყინულიან წყალში რომ ჩამაგდო შეიძლება უეჭველი ავად გავხდებით ან რავი, ვერი მაგრამ არ მიყვარს ყინულიან წყალში ჩაწოლა და გადაც სიცივე რა. საუნა და ხო. ნაშები ვის არ უყარ შეჩემა მოიცა ეხა საუნა მე აღარ მიყვარს, იმიტომ რომ ამ ბოლო ბრძოლაზე ძალიან გამიჭირდა წონის კლება. პირველ ანუ აწონების წინა დღეს მომიწია რომ შესულიყავი 5ჯერ. 5ჯერ. კი, 5ჯერ შევედი. პირველი შესვლა იყო 15 წუთიანი.
და დანარჩენი 4 შესვლა იყო 10 წუთიანები. ნუ დაახლოებით 3 საათი ვიყავი იქ, იმიტომ რომ შესვენები მჭირდებოდა ცოტა დიდ ხანს, რომ ამომესუნთქა და მოკლედ 5 ჯერ შევედი. პირველ დღეს დავიკელე 3 კილო და დილით ქონდა დასაკლები კილო ნახევარი დაახლოებით. ბოლო ქათი იყო 4 კილო ნახევარი სულ და გაგიჭირდა? კი, კი, 5 კილო იყო ბოლო ქათი, იმიტომ რომ 500 გრამი იმ ღამეში წავიდა. აა. 5 კილო იყო ბოლო ქათი და 3 კილო დავიკელე წინა საღამოს და მოვიტოვე 2 კილოზე მოვიტოვე და კილო ნახევარი მე მეორე დილით დავიკელე. კარგი ფიქრია რომ ეგრე ქნა რომ იმისათვის რომ ღამე კარგად დაიძინო, ღამე ვაფშე რო არ დაიკლო, დილით ადრე რამდენიმე საათით უფრო ადრე ვიდრე დგები ხოლმე და დილით რო დაიკლო ზუსტად აწონვის წინ. იმიტომ რომ ამით მისცემს საშუალებას ორგანიზმს რომ გამოიძინოს კარგად დაისვენოს რა ბოლო ქათის წინ. ავი, არა, ეგრე არ მიფიქრი, ანუ კი იდეაში ეგეც არ არის ცუდი იდეა, უბრალოდ მე პირდაპირ 5 კილო ავდგე და დავიკლო უცებ ერთ 4-5 საათში ვერ შეიძლება. ძალიან ძალიან მერთხულება ბოლო გრამები, აი მესმის ხო? ენა. და მესმის. ცოტა აი ბოლო 2 დღე ვიყალებ ხოლმე უმეტესად რა იქამდე თავისი ჩამოდის, ასე თუ ისე მაინც პლაშუკები ესე ისა და მერე მიდის უკვე ისეთი კლება რა, აი რთული კლება. ნუ რამდენი არის ყველაზე მეტი რას დაგიკლია რა? ერთ თვეში ან რამდენ კვირაში იკლებ ხოლმე რა? თვეში თუ ორ კვირაში თუ როგორც გიყო აკეთებ რა? 13 კილო დამიკლია ერთ თვეში. ბოლო კვირას ვიკლებ ხოლმე დაახლოებით 8-დან ვიწყებ ბოლო კვირას და ბოლო 2 დღეში ვიკლებ უკვე 5 კილოს. ნუ 2 დღეში ხო, ნუ აწონების წინა დღეს და დილით. რამდენი აღიდგინე ბოლო ბრძოლაში? აწონების 66 კილო ვიყავი მეორე დღეს. მეორე დღეს არა, იმ საღამოს ვიყავი 65 და 700. ნუ მე კიდევ ჭამე და ნუ 66 და რაღაც ვიყავი მეორე დღეს, მაგრამ მე ისევ დილითაც ვივარჯიშე ცოტა რა. აჩხუბის დღეს ვივარჯიშე ცოტა, უფლი გამოვიდინე, რომ ძალიან ბევრის მომატებაც არ მინდა ხოლმე ო, რა. ძალიან ძილიც არ ისე მინდა. მინდა რომ სუბუქად ვიყო და ნუ ჩხუბზე ხა თვითონ რინგ კეიჯ შევიდოდი, სადაც დაახლოებით 65, 4 ნახევარი, 5 კილო შევიდოდი. ეგ არის ხო შენი ოპტიმალური წონა საბრძოლო რა. შენ ეს 65 კილო კარგია ჩემთვის, კი. კი ბატონო. კიო გისმენთ? ო ნატურალური featherweight ყოფილხარ რა, თითქმის ხო ბენო? ხო, ნუ lightweight-დან ვიწყებ ხოლმე დაკლებას, lightweight-დან და ჩავდივარ მე ნელ-ნელა დავყვა. ბენო, როგორი გამოხმაურება ქონდა შენ ბრძოლას რა, თვითონ საქართველოში და MMA სამყაროში და თვითონ როგორი რეაქცია იყო თვითონ იქ ჩეხეთის ორგანიზაცია ხო არის ეს და ანუ თვითონ პრეზიდენტების და წამყვანები მათგან და საერთოდ გმაყოფილი ხარ ანუ თვითონ რეაქციით MMA სამყაროს რეაქციით კი, ნუ იცით რა არის, აი ჩეხეთში უფრო რაღაცნაირად პოპულარულია ეს ოქტაგონი, საქართველოში იმდენად არა, მაგრამ ასე თუ ისე სპორტული ჟურნალები რამე მაინც წერდნენ რა, რამოდენიმე პოსტი მიუძღვნეს ახლა ჩემს გამარჯვებას და ასე თუ ისე კი, კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მაგრამ არა უშავს. მადლობელი ვარ ამისთვის. ნელ-ნელა იცით რა ხდება, უცებ წკაპ და რაღაც კენწეროში ვერ ვიქნებით რა ეს უცებ ვერ ავხტებით, მაგრამ ნელ-ნელა ეს დაინტერესება არის უფრო მეტი რა და ამისთვისაც მადლობელი ვარ. ბიჭო, შეგიძლია გადაახტე კანაუს გადაახტები იგე და ჭაას პატარას, მაგრამ ოკეანეს ვერ გადაახტები რა. გასაცურია ნელ-ნელა რა და ბოლოს ცულა უნდა ყავდა ვისწავლო. ნიკო რა და ნიკომ არ თქვა რომი ერთ იმაზე ოქტაგონის ევენტზეო სტადიონი იყო სავსე 60 რაღაც 1000 ნიკომ არ თქვა ხო, ეგე კი, ფეხბურთის სტადიონი იყო სავსე, კი. ანუ პლუს 60,000 ეგეთი რა ვიცი სად იყო ეგეთი ხო, 2024 წელს რეკორდი მოხსნა ოქტაგონმა, ანუ ხალხის დასწრებით რა. ხო და მაგაზე საერთოდ დეინასაც ეუბნებიან ხოლმე პრესკონფერენციებზე რა მერე რომ შენ თუ ნახეო ისო სტადიონი იყო სავსეო და ევროპაზე KSW-ზე და ოქტაგონზე კითხეს კაკრას რა და რავი რა დეინას უნდა ესა Uncle დეინას უნდა კარგად უნდა ვაჩვენოთ რა
ანუ Uncle Fester, ბენო Uncle Fester, Uncle Fester, Uncle Fester ხო იცი? მედია მალე გავიცნობ Uncle Denas. Uncle Fester ხო იცი რომელია? არა. Uncle Fester არის იმაში როა ადამსების ოჯახი ნანახი გაქვთ? კი 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 კი. სურო მაგაში რო წასული რო არის ბიძაროა, და რობოტის ბიძაროა ხოლმე რა. ხო ო, აი არის Uncle Fester და კავინგტონს, კოვი ვა კავინგტონს კონფლიქტი რო ქონდასთან ბიჭო Uncle Fester-ს ეძახდა ბიჭო რა. ბიჭო რაინაკს. ბიჭო საღო რომი რა ეხა კაროჩე მივხვდი რომ ბენო არის ადამზი რა ინგლისურად ადამზი გამოდი ეს ვიდეო Uncle Fester. ბენო ადამს bro ბიჭო ეს რომი ბენო თქვენ თუ გახსოვთ ინგლისელი დიფენდერი იყო არსენალის ტონი ადამსი ტონი ადამს კი როგორ არის მაგარი იყო კაპიტანი. მაგარი ასე რა მინდოდა მეკითხა და გადასვლა მომდენო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ამაზე წინა ეპიზოდებში ვისაუბრეთ თხლად. და უფრო ახლა უფრო სკლად მინდა რომ შევეხოთ ბენოსთან ერთად რა. იმიტომ რომ ბენო ამ თემაშია ზუსტად პირდაპირ პერპენდიკულარულად, იმიტომ რომ აა რა ხდება პირველ რიგში მაინტერესებს არის თუ არა მეტი მოთხოვნა და ინტერესი ქართველი მებრძოლების მიმართ აი ამ წარმატებების შედეგად UFC-ში რა. და მეორე კიდე ის თემაა რომ არის თუ არა, ახლა უბრალოდ მაინტერესებს თუ არის ძალიან კაი, მაგრამ ახლა მაგალითად აქ გეტყვი რა ხდება, რატო გეკითხები მაგას? აქ გეტყვი რა ხდება? აქ არის ინტერესი ქართველების მიმართ აი ამ მსოფლიო ჩემპიონების და ესე შემდეგ და ესე შემდეგ ამ ყველაფრის შედეგად, მაგრამ არის უფრო აი როგორი სიტუაცია იცი უფრო და უფრო მაღალ დონეზე და უფრო გათვითცნობებული რაც უფრო მეტად არის ხალხი ხო სპორტში აი ძალიან ნაბრძოლი ვისაც აქვს მაღალი დონის ათლეტები სპორტსმენები და ასე შემდეგ თლიანობაში მაინც ანიჭებენ უპირატესობას იმას თუ საიდან მოდის მებრძოლი სად ვარჯიშობს სად გაიზარდა სად ჩამოყალიბდა მებრძოლად ამიტომაც აქვს დაღესტანს ამხელა აღიარება ამერიკაში იმიტომ რომ ისინი სახში ესე ინკუბატორივით ბეჭდავენ კაი მაღალი დონის მებრძოლებს და ჩამოდიან აქ და ძალიან ხშირად გამიგია მერაბზეც, ილიაზეც, სხვაებზეც რომ ეს ამერიკაში ვარჯიშობს, ეს ჯერზიში ვარჯიშობს, ის იქ ვარჯიშობს და შენი აზრით რამდენი ხანი დაგვჭირდება იმისათვის რომ აი თუნდაც იგივე ჩემპიონთა აკადემიიდან დაიწყოს და სხვა დარბაზებიდან დაიწყოს აი ეს საქართველოში გაზრდილი და ჩამოყალიბებული ტალანტის გადასვლა დიდ ორგანოებად UFC-ში რა, ანუ ესე ვთქვათ, UFC-ი ყველასთვის მიზანი. იმიტომ რომ თლიანობაში მაინც სანამ ეს არ მოხდება, ო ჩათვალე რომ მაინც აი აქა-იქ ვიღაცა გამოჩდება და რამდენად შორს ვართ ამისგან, რომ აი სისტემა ჩამოყალიბდეს და აი წამოვიდეს თაობები მასიურად ქართული დარბაზებიდან რა. რომი არც თუ ისე შორს ვართ. ეხლა თავიდანვე დავიწყებ რა შეკითხვაც გქონდა. ცნობენ თუ არა ქართველებს უცხოეთში. იცნობენ და უკვე თითქმის კი არა ისეთივე სახელი გვაქვს როგორც დაღესტნელს ყველა გაურბოდა. არავის არ უნდა დაღესტნელთან ბრძოლა, ჩეჩენთან, ან ჩრდილო კავკასიელთან ბრძოლა არ უნდათ. იგივეა ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებზეც იგივეა. ერიდებიან, სწავლობენ, კითხულობენ, ვინ არის, როგორი არის და ამის შემდეგ იმას რო კითხულობენ თუ საიდანაა, სად ვარჯიშობს და მებრძოლი საიდანაა, იქიდან რომ აი რთული პირობები შობს ძლიერ მამაკაცებს. ეს შემიძლია რომ ვთქვა, დაღესტანში არის რთული პირობები, მე ვარ ხასავიურჩი ვარ ნამყოფი და ხასავიურჩი რა არის? ერთი არის მანქანების შეკეთების რაღაც ობიექტები და არის დარბაზები. ანუ რამე იქ გვერდით რო გახვიდე გაერთო რამე საერთოდ არაფერი არის დარბაზი და არის ეგ. ასე რომ ყველა მიდის დარბაზში ვარჯიშობენ, ჭიდაობენ და ამიტომ არიან ძლიერები. საქართველოში ახლა რა ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, აი ეს მერაბს რო უყურებენ, ილიას რო უყურებენ, გიგას, რომანს, ბიჭებს რო უყურებენ, გურამს რო უყურებენ, ეს ბავშვები ძალიან დიდი мотиваცია აქვს. ძალიან უნდათ რომ იგივე გზა გაიარონ და მოხდნენ იქ, სადაც ეს ბიჭები არიან და
მოკლედ ეს ტენდენცია ჩამოყალიბდა ეხლა აქ საქართველოში, ძალიან ბევრი ბავშვები მოდიან, ეხლა ჩვენს ჯიმშიც ჩემპიონთა აკადემიაში ძალიან ბევრი ბავშვია, ძალიან პერსპექტიული ბავშვები არიან და დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ აი 5 წელი არც კი არ დაგჭირდება სავარაუდოდ მაგდენი, რომ ახალი თაობა კიდე გაიზარდოს და აი UFC-ს დონემდე მივიდეთ. UFC მარტო UFC-ც არა, იქ ბევრი ორგანიზაცია, ხა PFL-ია, Bellator-ია, One Championship-ია. ერთი ბიჭი არის კიკბოქსერი, მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან აი მის ბრძოლებს უყურებ ხოლმე, მალანია არის გიორგი რა. ძალიან კარგად ბრძოლობს. აი შეგიძლიათ დასერჩოთ მალანია. ჩინეთში ბრძოლობს და რა ვიცი, აი ძალიან მაგარი ბიჭია რა, უყურებ მომავალია რა, ჩათვალე 20 თუ 21 წლის ბიჭი არის და უბრალოდ რომ შეხედოთ მის ბრძოლებს, ვინებს ებრძოლება, როგორ ბრძოლობს, აუცილებლად მიაღწევს ის თავის მიზანს. გიორგი მალანი. კი, და დავით ქირიას ყავდა პოდკასტში მიწვეული და მანდაც თქვა, რომ შეიძლება ცოტა ხანში ავჭიდავდე მეცო და შეიძლება იმეშიც ვიხილოთ. მე თვალს ვადევნებ დავითის პოდკასტს, მაგრამ გამომჩა ეთყობა. ო, ამაცინებზე WLF-ის კამარი მოიგო, WLF-ის კამარი, WLF-ის კამარით, ჩინეთში ერთ-ერთი პირველია ეგ ორგანიზაცია და WLF-ის კამარი მოიგო. lightweight-ია. კაი ბიჭია ძალიან და მომწონს და ესე მე პირადად არ ვიცნობ ესე შორიდან, მაგრამ რასაც უყურებ ძალიან მომწონს მისი ვარჯიშებიც მომწონს და ბრძოლებიც მომწონს, ძალიან კარგი მებრძოლია. აი ესეთი ბიჭები ახლა კიდე არიან ბევრი, ახლა ჩამოთვლას არ დავიწყე, მაგრამ ძალიან ბევრი ბიჭია ესეთი, აი ვინც გამოვა იბრძოლებს ჩვეულებრივ არ გაუჭირდება ისე UFC-ს დონემდეს კიდე. დრო გჭირდება, გამოცდილება გჭირდება, ახლა ეგრევე როგორც ვიტყოდი, რომ აი საფუძველი უნდა გქონდეს კარგი, რომ მე შენობა მყარი აშენდეს. სხვათა შორის მაგაზე ვისაუბრეთ ზუსტად წინა გადაცემაში გიოთ ესა UFC-ზე დონეზე და UFC-ს დონეებზე რა და გამეორდები ახლა, მაგრამ უბრალოდ სალაპარაკო თემაა და მაგიტო არ მეზარება გამეორება, მით უმეტეს სიმართლის გამეორება. ადრე თუ იყო UFC-ში ის რომ შედიოდი უკვე 100 კაცი იყო მარტო UFC-ში და ყველა საჩემპიონო მატერიალი იყო თითქმის და იქ უკვე სწავლის დრო აღარ იყო, იქ უნდა შესულიყავი ჩამოყალიბებული მგლად და იმად. დღეს უკაცრავად დღეს 20 წლის 22 წლის ბიჭები შედიან იბრძვიან დაბალ ეშელონებში fight night-ებზე იმაზე და მე ნელა ადიან მაღალ ლეველებზე და უფრო და უფრო მაგის ფუფუნება არის დღეს UFC-ში რომ როგორც რეგიონალურ ბრძოლებში შეგიძლია ისწავლო, გაიზარდო და რაღაც რეკორდი გაიგეთო, ისე შეიძლება უკვე UFC-შიც რა. იმდენი მებრძოლები შეიკრიბა უკვე UFC-ში რომ აი მაგალითად პედი პიმბლენტი წინა გადაცემაში ვთქვით შემოვიდა ჯერ ნორმალურთან არავისთან არ უბრძოლია, მაგრამ ჭკვიანურად აკეთებს, ფულს აკეთებს, გამოცდილებას იღებს ოქტაგონის და ეხლა სტეპ-აპს აკეთებს ჩენდლერთან რა და მე ვნახოთ საწავა მაქედან რა. და ბევრ მაქნა ეგრე, ჩვენებმაც ქნეს ეგრე ზოგიერთებმა და ბევრ მაქნა ეგრე რა. ასე რომ ეგ შეიძლება უკვე UFC-შიც გააკეთო თავისუფლად რა. პედი პიბლეტს ბექგრაუნდი ძალიან ისეთი აქვს მაგარი. კი, კეგურიოში კაი ჩუები აქვს შეტარება. პოპულარობაც არ უშლის ხელს, როცა პოპულარული მებრძოლი ხარ, ორგანიზაციაც ცდილობს რომ დაგეხმაროს მაქსიმალურად. უბრალოდ ილიასთან ახლოს ვერ მივა. არა კაცო, არა, ილიასთან. ამ ეტაპზე ხა ამ წუთას დღეს როგორი დონეებიც აქვს მაგათ, ხო, პედი პიმბლენტი და ილიას ბრძოლა დანიშნოს UFC-მ მაგაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ხო, მაგ ბრძოლის დანიშნოში ყველა დასაჭერი იქნება. ყველა. ჯო, კი არა ჩანდლერმა რო ყვა ჩამოუღოს, არ გამიკვირდება რა. ისე რას ფიქრობ ჩანდლერმა რო ყვა ჩამოუღოს მაგას? არ გამიკვირდება სხვათა შორის. არ გამიკვირდება რა, არის მაგაში გასაკვირი. გასაკვირი არაფერი არა, მე გამიკვირდება ჩენდლერმა ჭკვიანურად რო იჩხუბოს მაგასთან. მე გამიკვირდება. ჩენდლერი და ჭკვიანური ცხოვრება ისა ჭუბი სხვადასხვა. სხვადასხვა რაღაც. ეს მიდის რა ვიცი, ჩეხავს და თუ დაანგრია. თუ ათითუნაც ინგრება. ჯო რაღა პანდიტინი დავიწყეთ რა ბიჭო, ესა დღესდღეობით რეები გვაქვს დანიშნული, ხო, რომა არის ერთ კვირაში იქნება რომანდოლიძე რა, ვიქტორი მეორე. ერთ კვირაში არა, ორ კვირაში.
კი ბაზარი არ არის, მაგრამ მე ეს ჯერ ხო კიდე ერთი პოდკასტი უნდა გამოვიდეს და მე გამოვა ეს და კაროჩე მე უკვე გავითვალე რა და ნუ მისწორებ ხოლმე რა ბიჭო რა. ხო და ანუ გურამი დანიშნულია ისე გამოდის ცოლი მოყავს და რა გურამ სამკვირაშია დანიშნული ეგრე როგორც არის. ვიცი ბრძოლა. დანიშნულია ხო? აა დანიშნული აქვს. ლონდონში იქნება გურამის ბრძოლა. რომანს დანიშნული აქვს და დიდი ჭიკაძესაც ალბათობით დანიშნულია ბრძოლა. ვის? აპრილში. ჭიკაძე გიგას. აუ როგორ გამომჩადო? ჭიკაძესაც დანიშნულია კი ისე ეს გავაკეთე გიგაზე ყველას ნაწყენია პოსტერები გიგაზე. გავაკეთე. იცო გამორჩა გიგამ მიწერა რომ ჩავწეროთო გადაცემაო და კაიო მან მიკითხა როდისო და არ პასუხობს ისა და გაბუტულია და არ თქვა ეხა გიგას ჩხუბზე გაიგე არა და ვიცო აი ეს ბაზრობ რა. ყველას პოსტერი გავაკეთე რა და დავდე რა ხო რა ანუ დოლიძე, ჭიკაძე, ქუთათელაძე დანიშნული არის და ველოდებით ეხა თოფურია და დვალიშვილს და რა თქმა უნდა დვალიშვილი სავარაუდოდ შონთან იჩხუბებს ომალისთან. აჰა კი დვალიშვილი ომალისთან იბრძოლებს და არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისათვის გარდა ერთი ფრონტ კიკისა არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისათვის რომ ვიფიქროთ რომ ომალის რამე შანსი აქვს რა მაგრამ ბრძოლა თუმცა ეს რევანშები არ არის დაუმსახურებლად აძლევენ ახლა ომალის უბრალოდ მერაბს ახან თვითონ უნდა და გზნობს ესე დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში მაკაცის წინააღმდეგ 10-დან 10 ჯერ კი ბატონო რა ჯობია მაგით გააკეთოს ფულს გააკეთებს იმიტომ რომ ომალი კარგად გაყიდის და მოგებას ჩაიწერს და ესე შემდეგ ასე რომ თუ ეგ კომფორტულია მაგისთვის ძალიან მაგარია რა და ღმერთმა ხელი ბიჭო დაკურვებული ვარ რომ დეინას გეგმებს სუურებს რა მერაბი რა ჯერ თავიდან looking for a fight-ზე იმას რაფეონ სტოტთან იყო მისული რომ დაუმარცხებელი იყო და ეს მაგარიო და შეხედეო და 16 წამში გათიშა მასტი და დეინას გეგმები აურია მოაწერა ეხა ხო ვერ მოიშორა ის ყველგან იჩითება ის თავის მე დახატული იმეებით რა ქვია თმებით და პიროვნება ხო აზეხა და არა და იმიტომ იღებავს ამ თმებს და იმიტომ იცმევს ეგრე რომ მართლა არა პიროვნება საინტერესო ჩემი აზრით რა და აი როგორც თქვი მერაბის უურებს გეგმებს ეხა მაგრა უნდათ ალბათ რომ უმარს მოეგო შონომალიც იქ ადგილზე იყო ხო აზეხა რომ მე ვითომ შეხვდებოდა იმას უმარს მაგრამ არა ეგრე არ არის რა და რაღაც დიდი ინტერესი ხო სუიძახი ბოლო ეპიზოდზე თქვი რა რაღაც დიდი ის რაღაც არ მაქვს რა ანუ ამ მეორე ბრძოლაზე რა მოგესმის რაღაც რა ხო ნანახი გვაქვს უკვე და რაღაც ხო აზეხა და ანუ თან იმან არ დაიმსახურა არაფერი დაჟე პიტერიანს აქვს უკვე კაი მოგების სერია ხო ნუ ძალიან ბევრი არა მაგრამ მოგების სერია აქვს ხო 2 თუ 3 თუ არ ვწდები რა და მაგიც არ მაინტერესებს ძალიან ბევრი არ ჭირდება ტოპ-1-ში, ტოპ-5-ში რო ხარ, ძალიან ბევრი არ ჭირდება. ერთი წაგება, ერთი მოგება. მაგრამ დაჟე ეგეც არ მაინტერესებს, კაცი მოგების სერიაზე არის და მაგრა დაბრუნდა მე მარცხის შემდეგ პიტრიანი და დაჟე ეგეც არ მაინტერესებს, იმიტომ რომ პირველ ბრძოლაზე საერთოდ ვერაფერი ვერ უქნა და რაღაცა ხო უნდა დამანახო რომ რაღაცა რომ ვა ეს რო გამეორდეს, უნდა გამეორდეს, მაგრამ არაფერი რა, თლიანი აი პიტრიანს მართლა დომინაცია იყო პიტრიანი და შონომალისთან უფრო IQ აჩვენა. მეხუთე რაუნდში ქონდა რაღაცა შანსი ჩონომალის ვითომ. ხო. ერთი მიდლკიკი. ხო. უბრალოდ არ ამგვარი საშუალება წესით არ უნდა მისცეს ამჯერად უკვე ერთი წამით მოდუნდა მაგბრძოლაში მერაბი და მაგის ბრალი იყო ეგ ალბათ ამჯერად უფრო შეეცდება რომ კონტროლი უფრო მეტი რომ დაღალოს უფრო მაგრად ცოტა მეტად შეეცდება რომ გააკონტროლოს იმიტომ რომ ხელები ვაფშე არ უვარგოდა მაილის რა და ნუ ფეხის დასარტყმელ დისტანციაზე საერთოდ აღარ დაუდგება. მთელი ბრძოლა ეგრე აკეთებდა ძალიან შორს იყო ისე რომ ფეხიდას ვერ მიწვდებოდა და მე შეკრებოდა და აბსოლუტურად სივრცეს არ აძლევდა და უზღუდავდა სუნთქვას და ერთი წამით გაეპარა კონცენტრაცია და მაგის ბრალი იყო, მაგრამ ეხლა ალბათ გამოასწორებს მაგას 100%-ით რა და ეგეც მაგის შანსსაც არ მისცემს ალბათ რა იმედია ჯვარი წერიათ ერთ მაქნას ეგრე იქნება ყველაფერი და ამჯერად ვაფშე დააფინიშებს იმედია რა
ბიჭო, ისა რა მერაბი ქვია. გასაგებია, მაგრამ აი ეს აი თოფურიაზე თოფური. აი მოდი გადავიდეთ არ თოფური. ვიცი, რა ხდება თოფურიაზე. მე და გიო ვიძახით, რომ პირდაპირ კამარზე უნდა იჩხუბოს და იჩხუბებსო რა. ესით კი თუ უმართხდებოდა მერაბთან ბრძოლა და ამბობდნენ რომ დამსახურებული ბრძოლა არისო, ილიას იმაზე უფრო მეტი დამსახურება აქვს ვიდრე უმარს და ამიტომ ხდება. და ლაითვეიჩიც აქ ნაბრძოლია ხა ერთხელ ხო იბრძოლა. მმ. არა, ჩემი ყველაზე დიდი არგუმენტი ის არის, რომ ყველა კარგად ხედავთ, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე მებრძოლია თოფურია, ყველა კარგად ხედავთ, როგორი ჭკვიანი ადამიანია რა. ნუ ჩამოყალიბებული პიროვნებაა ეს ბიჭი. ჭკვიანია, ძალიან აშკარად კაი გადაწყვეტილებებს იღებს ბიზნესის მხრივ, ცხოვრებისეულად, ოჯახი კარგი ყავს, ხალხი ჭკვიანი ყავს ირგვლივ და სისულელეებს არც თვითონ გააკეთებს და რომს დააპიროს არ დაანებებენ ჩემი აზრით რა. ისეთი ძმა ყავს, ისეთი დედა ყავს და ესე შემდეგ. მამაც რა თქმა უნდა ეხლა მამას სულ ტოვებთ, იმიტომ რომ ქალბატონი ინგა უფრო ფიგურირებს და უფრო ახლოს ვარ ჩვენთან და მამასთან არ გვაქვს ისეთი შეხება რა. აა მარა და მაგიტო ვიძახი, გამიგე ეხლა ილიასნაირი კაცი არ დატოვებდა კამარს. აა უბრალოდ პრინციპია, ბიზნესი არის, ბიზნეს პრინციპია ეგ რა. კი, ვიღაცა მითხრა, რომ წინა ერთ-ერთმა სტუმარმა მითხრა, რომ მაგას არ უჭირსო უკვე ფულიო, რომ მაგის გამო უჭირზე არა, პრინციპის ამბავია. როცა ბიზნესი უკვე მაგის კარიერა არის, უკვე ბიზნესი ფაქტიურად ჩათვალე რა და როდესაც კამარს ტოვებ, ძალიან დიდ ბიზნეს დივიდენდებს თმობ ამის გამო რა. მარტო ყველაფერს თავი დავანებოთ. და არ დატოვებდა, არ დათმობდა ილია კამარს, ჩემი აზრით, იმის გამო, რომ კონტენდერად იჩხუბოს lightweight-ში. ეგ ერთი და მეორე, თვითონ იგოს გამო არ დატოვებდა, რომ როგორც ჩემპიონი არა ვალ მაღლა, იმისათვის რომ კონტენდერი იყოს მე ერთი წონით მაღლა რა. მაგას უკვე ჩემპიონის იგო აქვს, ჩემპიონობის გემო იცის და არ ამგონია უნდოდეს ჭუბი სხვა რამისთვის ვიდრე ჩემპიონობაა რა და კამარია რა. და კანონზომიერი იქნება ჩემი აზრით, რომ პირდაპირ კამარზე დაბრძოლონ და იმედია ეგ მოხდება და იმედია ტრიუმფალურად დავამთავრებთ მაგას და ეგ იქნება რაღაცა სასწაული მახაჩევს რომ მოუგოს. ილია ალბათ გახდება pound for pound ალბათ პირველი ან მეორე მაინც რა. ალბათ არა, აუცილებლად პირველი გახდება, იმიტომ რომ ეხლა მახაჩევი ხო არის pound პირველი. სადაც მაგას უგებთ. ო, მაგრამ მახაჩევმა პირველი ბრძოლა რომ მოუგო ვოლკანოვსკის იმის გამო რომ წინააღმდეგობა გაუწია თავისი დიდ ტიპს ვოლკანოვსკიმ. ხო. დატოვეს პირველი ვულკანოვსკი გახსოვს? არა. არ მიმიქცევია მაგის ცოტა ყურადღება ანუ ის. მე ასე ვთქვი ეს pound for pound ზოგადად მაგიტო ვიზახ ხომ ეს არის ბრუს ლის უორიო თუ ჯეკი ჩანი ბაზარია ეს pound for pound რა. არის ერთადერთი goat-ი ამ სპორტში და ეს არის ჯონ ჯონსი. всё. მე იქით pound for pound და კილო და ესა რა ქვია ესა რა ქვია 1 კილოზე და წონიმაზე გრამზე და რაც გინდა ის დათვალე მაგის მიღმა უკვე ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი არის ჯონ ჯონსი. კი, ეგრეა, გეთახმები. მეც და დანა ვაითიც. დენა მგონი ამერიკა კიდევ და შენთვის არ მithქოს მე მგონი ცალკე რომ ჯონ ჯონსი არისო ყველა დროის საუკეთესო მებრძოლიო და ცალკე მithყარა. Uncle Fester. ისე სიმართლე რო გითხრა, აი მახაჩევთან მართლა ბრძოლა რო ჩატარდეს და რომ მოუგოს მახაჩევს უკვე როგორ იგზნობა, ისი აი გეიმერები ვინც ხართ რა, აი მაგარი გეიმი რო გაქვს რა და რო დახურავ რა გეიმს და აუ ეხა რაღა უნდა ქნა რა, ხო ასე ხარო ეს დაამთავრე უკვე გეიმი, აი დახურა რა მთლიანი MMA UFC დახურა, აი მეტი ვის უნდა შეხვდეს ეხა მეტი რა, ხო ასე ხარა მართლა იმსახურებს რა რომ შეუძლია რომ წავიდეს ადრე რა ალბათ და მახაჩევის მერე ვინ ხო ვინ არის ხალხი უბრალოდ თვითონ ანუ ჩემზე ილიას აქვს უბრალოდ ეგეთი გეგმა და დახურვა არის თამაშის რა მართლა რა კი ეგეთი ზნობა მაქვს რა ну ეხა სულ ვიღაცა სულ არის და მოვა და რაღაც ხო მაგრამ აი ამ ეტაპზე რაც ხდება ყველაფერი გააკეთა ავარია ილიას უნდოდეს თვითონ გაგრძელება თამაშის რა ასე ვთქვა თორე მოწინააღმდეგეები ყოველთვის მოიძებნება დამჯერად 3 2
And liftoff. ბენო, რა უნდა მეკითხა? ძალიან დიდი ხანი ხო არ წაგართვით და როგორ არა, ავა? არა, არა. ბენო, რა უნდა მეკითხეთ? ანუ როგორი დონე არის ცნობადი, ანუ MMA-ის, არა მარტო UFC-ის და შენ ეხა რო გიჩიტები ხოლმე სადმე რა თუ მოხთი მაგალითად რუსთაველზე ან სადმე რა თუ მოხთი რა გარეთ და თუ ცნობს ხალხი და თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ აა მოსულიყვნენ და you know კი, ო კი არის ეგეთი ინციდენტებიც ხდება ხოლმე. ხანდახან ხშირადო ვერ ვიტყვი, მაგრამ ეხლა როგორც მერაბი ჩამოდის და ყოველ ნაბიჯზე სურათი და ავტოგრაფები უნდათ, ეგეთი არ არის, მაგრამ არის ეგეთი ის რომ მალე ქუჩის ზოგი მეორე შეიძლება მხრიდან არავის არ არა დაუძახია ერიდება. ბენო ეგეთი პონტი არა კი, როგორ არა, არის. ოღონდ ხშირი არ არის, მაგას ვიძახი, რომ ხშირი არ არის და ზოგი შეიძლება გცნობს კიდევაც, უბრალოდ ხან ერიდება ან რამე ეგეთი, რომ არა არა არ მე იცის ეგრევე ეს რამე. მორბი ვარ შენთან და უნდა აგიყვანო რა ბიზინა გეტყოდა 120 კილოა და მეტრა 90-ია სიმაღლეში ესა რა. ხო. არა 90 არა გამოსავალია რომ იცოდი. და მაგარი გზნობაა ხო უფრო რაღაც კი, კარგი ზონობა. თან შენ ქვეყანაში რო ხალხი გცნობს და ასეთ ისე ცნობილი ხარ, ძალიან კარგია. და სხვათა შორის აი ისეთი დონე რა როგორიც მერაბი არის უკვე და ილია აი სიმართლეს გეტყვი რომ ალბათ უფრო არის შემწუხებელი რაღაც პონჩი ხო, იმიტომ რომ შემაწუხებელია. კი, არის. გეთახვები არის. ვეღარ გაივლი რა ვერსად რა მართლა ვეღარ გაივლი რა ანუ ჩვეულებრივად ხო შენ ეგრე არა ვარ გიომე და შენ. ო აბა ბიჭო რავი აბა რომი რამე ხო არ დავამატოთ ან ავი სა ერთ-ერთი იმას ვიტყვი რომ ბენო ცოტა გავცხარდი ბოდიში ძმაო უბრალოდ შაღაც შინაურული სამაკ შენთან მესამედ ხარ უკვე თუ მეოთხედ მესამედ ვარ თქვენთან, კი. და თან ისეთი ზოგი არის ხა მათე ბიძინა შენ რომ მოდიხარ რაღაცა შინაურული სამაკ და ასე მგონია რომ ისეთ რაღაცების თქმა შემიძლია რასაც თქვა სხვასთან არ ვიტყოდი რა ხოლმე ხარ და კი ბაზარი არ არის просто მაინც პოზიტივი უნდა დაიჭირო რა პოზიტივი არა ყოველთვის უბრალოდ პოზიტივით ამას შეხედე დღეს ყველაფერს მე უფრო შენ გამოვიყავი დღეს ესე ვარ ჩემს შენს გამო შენ რომ დაურებული დაგრუზული ხარ ხო მე დაგრუზული ვიყავი მაგრამ არო ამ ვიუებს რა ჭირსო რა ისა დავიგრუზეო ისაო და ეგრევე სუთხანსიაზი დავდექი იმიტომ რომ შენ რო არა გაწყინდე მაგრამ ბენო ისეთი კაცია აი სიყვარული კაცია გული კაცია ძმაო რა ბენოს რო უყურებ შემოგევლით. ბენოს რო უყურებ არა ყველაფერი მარტო ღიმილი და მარტო სიხარული არის ჩემ გულში რა და აიხარე. ის მახსოვს ბენო პირველად რამე ძალიან ადრე ნახე ლაივში შენი ბრძოლა ჩინეთში რა პირველ პოდკასტზეც გითხარი შენ რა ვიღაცა გამოცდილი შეგახვედრეს რა გამოცდილი ჩინელი მაგრა რა და ცოტა ადრე გააჩერეს რა ცოტა ადრე გააჩერეს მახსოვს და იმის მერე ძმაო აი რა დღეს სადაც ხარ ძმაო ეგ არის მართლა დიდი ავი სიყვარული არის და პოზიტივი შენ რაც გვაჩუქე ჩვენ და შენ თავს და ვიცი რომ ეს არის მისია და მხოლოდ და საწყისი და ბოლომდე მოყვებით ბენო შენთან ვართ მოკითხვა მთლიან ოჯახს შენ გუნდს საქართველოს და ყველა ფაით ჰოპერს გაიხარე გიო გაიხარე კიდე ერთხელ გილოცავ ძმაო და ულოცავ სრულიად საქართველოს ვინც გულშემატკივარი არის აი ამ სპორტის ქართველი ბიჭების და ისიამოვნეთ აი ამ აღმასვლით რაც ახლა გვაქვს ძალიან მაგარი პერიოდი გვიდგას ზრდაში ვართ ახლა ვიზრდებით ნელ-ნელა რა აი როგორც ამერიკაში და ზოგადად სოფლიო MMA-ში
პატარა ვიყავი რომ მოხდი და მაგის ზრდას უყურე და მაგასთან ერთად გავიზარდე, ეხა იგივე ხდება ქართულ MMA-ში დაახლოებით ანალოგიურად უყურებ როგორ იზრდება ნელ-ნელა ჩემ ქვეყანაში სპორტი და უფრო მეტი მაგარი მებრძოლები მოდიან საქართველოსდან და კაცმა არც ის ეს სანამდე მიგვიყვანს. კი, შეიცვალა ძალიან ყველაფერი და ეს რთულია ზოგჯერ სიცოცხლებებთან შეგუება, მაგრამ თან სასიხარულოა რომ ეს ჩემ ქვეყანაში ხდება რა. რავი ძმაო, ყოველთვის, როდესაც რაღაცას გთხოვთ, დაგიკავშირდებით, ყოველთვის კავშირზე ხარ, ესა ისე მოგცემოდეს მალე საქმე, რომ მე რომ მოგწერ. რა ესე სკროლვა გიწევდეს ერთი ნახევარსაათი რომ ჩემს მესენჯამდე ჩახვიდე, იმიტომ რომ იმდენი ისინი გწერენ რა. არა ძმაო, ჯენერალში მყავ ხარ და გადაყვანილი და ბიჭო სანამ შანსი გვაქვს, ეხავე აიღე ბენოს WhatsApp-ი, გაიგე და კარგად შეინახე, თორე მერე რომეო, გაიხარეთ, ძმაო, გიორგი გაიხარეთ. თქვენი წვლილიცაა დიდი, რომ ეს საქართველოში პოპულარობა ემატება და ემატება ქართულ MMA-ს, ძმაო. როგორც ჩვენი, ასევე თქვენი, ძმაო და ეს ვიდეოები, ეს ჩაწერები, ეს ინტერვიუები, საუბრები დარჩება ქართულ ისტორიას, მე ჩართავენ მომავალში ბავშვები რაღაც და შეხედავენ და მოისმენენ ჩვენს სიტყვას თუ როგორი სიტუაცია იყო ამ დროს ქვეყანაში ამ სპორტში. დიდ საქმეს აკეთებ და უღმესი მადლობა ამ საქმისთვის ძმებო თქვენ. გაიხარეთ. ჯიგარი. მოგაშენ.